მოკლედ გადავდივარ ძვირფასო მეგობრებო ჩვენი ვიდეოების რუბრიკაზე თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თუნდაც სახალისო ვიდეო გაქვთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე ვანოშოუ რუსთავი.com ან ჩვენს Facebook-ის გვერდზე. მაშასე დავიწყოთ პირველი ვიდეო ძვირფასო ტელემაყურებლებო წინა საარჩევნოდ ბატონი შალვა ნათელაშვილი ჩავიდა ბორჯომში თავის ამომრჩევლთა შესახვედრად ნახოთ მოკლე სიუჟეტი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეები უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს და არა გაგსუებულ დიდღიპა გრანტი ჭამია და ბიუჯეტ ჭამია აი ამ ელიტას ვისაძღებს ხედავთ. ბატონო შალო მარტო დიდღიპათი ვერ მიხვდებით ახლა ვის გულისხმობთ იმიტომ უნდა დააყოლოთ დიდღიპა და დიდღაბაბა შეიძლება ესეთი. მოკლედ ესე იგი შემდეგი ვიდეო ყველას ნანახი გვაქვს ძვირფასო მეგობრებო სხვადასხვა პარტიების საარჩევნო რეკლამები. ნუ ყველა ცდილობს რომ მაქსიმალურად ენერგიული რეკლამა გააკეთოს რომ მე ამომრჩეველი მივიდეს და ხმა რომც არ მოწონდეს მაინც მიაცებინონ ხმა ანუ რაც შეიძლება მეტი ენერგია ჩადონ. მოდით ნახოთ წყალტუბოს ქართული ოცნების კანდიდატის საარჩევნო რეკლამა როგორი ქონდა. ქართული მენტალიტეტი, მართლმადიდებლური წამსი, ოჯახური ტრადიციები, კეთილსინდისიერება, მოყვასის ერთგულება. ასე იკვეთება ქართული ოცნების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის კონსტანტინე მამისეიშვილის ცხოვრების კრედო. გამოცდილმა იურისტმა და ეკონომისტმა დედაქალაქში წარმატებულ კარიერას მშობლიური კუთხის სამსახური არჩია. უფლება არა გვაქვს არ ვუერთგულოთ. დავდგეთ ზნეობისა და სიკეთის გვერდით. ერთად ვიზრუნოთ წყალტუბოზე, საქართველოზე, ჩვენი ქვეყნისა და შვილების იმედიან მომავალზე. ეს ისეთი ტონით საუბრობს ეს ჟურნალისტი, რომ ალბათ სიუჟეტი ესე უნდა მთავრდებოდეს. პარტიის წევრები, თანაგუნდელები, ამომრჩევლები იუწყებიან, რომ ამ წლის 15 ივნისს ხმა მისცეს ქართული ოცნების წყალტუბოს მაჟორიტეტი. ესეთ. ახლა ვნახოთ თუ რა ხდება და რაზე საუბრობდნენ წინა კვირას ბირჟაზე. ბირჟაზე ანუ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში აკუბარდიასთან. გაუშვათ ვიდეო. ეგენი იყვნენ, ჯერა ბატონო დავით, ძველი საკრებულოა შენეჭირები, აგერ ხვალე. საკრებულო აირჩა. აგერ 6 თვის მერე, 2 თვის მერე რომ მაგათ იგივე გაიმეორონ, მაშინ აი კიდე ხშირად მოხდები და ჩადა. იანი კაცი ხარ ბიჭო, მოიცა რა ბერკეტი ვის აქვს, თავრობას აქვს, ფინანსთა სამინისტრო შენია, ის შენია, ეს შენია, რა უნდა და მაგათ გაჟიმას. როგორ მივაცემინებნი ამ ხელაფოს იმათ საბლატაო და სახარჯაო. ბატონო დავით, გაჟიმო რა არის?